მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. კლავ არის გადაცემა აზროვნების თავისუფლება, მე მაყვალა ბერიანიძე ვარ. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს, ჩვენი მომავალი ქვეყნის სტუდენტობა და გვექნება დღეს თემა დღევანდელობა, სტუდენტური ცხოვრება, პრობლემები და პერსპექტივები. დარწმუნებული ვარ, მაყურებლების და რადიო მსმენელების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთვება ჩვენს დღევანდელ გადაცემაში, დაწყებული ბებია-ბაბუებიდან დამთავრებული მშობლებით, იმიტომ რომ ყველასთვის არის ეს თემა საინტერესო და ვფიქრობ, რომ მათი აქტიურობა ბევრად განაპირობებს იმ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ 2388 105, შემოგვეხმიანოთ, თქვენი წინადადებები მოგვაწოდოთ და ასევე გამოთქვათ თქვენი აზრი. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ალმა-მატერის სტუდენტები. დავიწყებ ალბათ მარიამით, იმიტომ რომ ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავთ, მარიამ მაისაშვილი და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები, ჩვენი გიორგი მაქარაშვილი, ალექსანდრე მერმანიშვილი და ვახტანგ კობიაშვილი. მე ვფიქრობ, რომ შემთხვევით ალბათ არ არის არჩეული ორი ფაკულტეტი, ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, იმიტომ რომ თუ ჩვენს ქვეყანას რამე უჭირს სამართალი, კანონიერება და რა თქმა უნდა, მასე დაყრდნობით ბიზნესი, ადმინისტრირება და შემდგომი განვითარება. ეხლა სამი ბიჭი ყავს აქ, მარიამი ერთადერთი. მოდი მარიამიდან დავიწყოთ, ჩემო მარიამ. პირველ რიგში რამ განაპირობა არჩევანი? ახლა გოგონები, რა თქმა უნდა, უფრო გაბედულები გახდნენ და ყველაფერი, მაგრამ განაპირობა, რომ ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი რომ აგერჩია. მოდი აქედან დავიწყოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა აქ მოწვევისთვის. თავდაპირველად ნებისმიერ სფერო და საქმიანობის სპეციალობა არის თავისით საინტერესო, თუნდაც სამართალი იქნება ეს თუ ბიზნესი იქნება. ჩემი აზრი და სურვილი იყო თავიდანვე, რომ ეს საქმიანობა ამერჩია ბიზნესი, რა კი მე ფინანსები მაინტერესებს და ვფიქრობ, ეს საქმიანობა არის პერსპექტიული, დასაქმებაც მაღალ დონეზე არის, ასევე როგორც სამართალში, თუმცა ხელშეწყობა უნდა იყოს და ზუსტად ჩვენ დღეს აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ამაზე ვისაუბროთ, რომ მეტი პერსპექტივა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, დასაქმების თვალსაზრისით და მარიამ, ახლა მე ჩაგეკითხები შენ. აირჩიე, ახლა მეოთხე კურსზე ხარ, ხო? ეს 4 წელი ძალიან რთული პერიოდი იყო თვითონ საქართველოსთვისაც და მოდი გულწრფელად მითხარი, ჩვენთან მაინც არის ასეთი რამ, ბიზნესში არიან რამდენიმე ოჯახი და მე ეს ოჯახი თავის ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს და ასე შემდეგ ასაქმებს, ხო? დიახ. აი, შენ რის პერსპექტივა გაქვს, რის სურვილი გაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ აი ასეთი რამ საქართველოში არ იყოს, რომ რამდენიმე ოჯახის საკუთრება იყოს საქართველოში ბიზნესი და დანარჩენები შორიდან უყურებდნენ გნებავთ განვითარების, გნებავთ იმ პრობლემების არსებობას, რომელიც დღეს საქართველოშია. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბიზნესი არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ ერთ ოჯახზე, მათ შესაძლებლობებზე, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი რაიმე საქმიანობის წამოწყება და ინდივიდუალურად თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს ბიზნესის განხორციელება სურვილების მიხედვით. კარგი, გიორგი. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მეორე კურსელი ხარ, გამოირჩევი მიზანსწრაფულობით, მუშაობ საკუთარ თავზე. რას ნიშნავს შენთვის სამართალი და სამართლიანობა? აი რა არის ახლა ყოველ შემთხვევაში დღეს ყველა ამბობს, აი ხელისუფლება ხო შეიცვალა რა. რატომღაც ყველა არის მოდურიც გახდა თუ რაღაცა, რომ იცით რა, საქართველოში ხალხი ითხოვდა სამართალს და სამართლიანობას. ხალხი ითხოვდა ამას. ამ დროს თქვენ როცა ჩააბარეთ, აი თქვენი კურსელებიც არიან აქ, თქვენ როცა ჩააბარეთ, მაშინ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ამათი დაფინანსება არ იქნება.
ამიტომ ყველა ძალიან ბევრიაო იურისტი, ძალიან ბევრი არისო ექიმიო, ძალიან ბევრი არისო ბიზნესიო. ანუ ეს სამი უმთავრესი ფაკულტეტი ასე გარიყა და თქვენ დღეს გიხდებათ ძალიან მძიმე იმ გადასახადების გადახდა, რაც ხდება უნივერსიტეტში, ასეთ საუკეთესო ბავშვებს. შენთვის რა არის სამართალი და სამართლიანობა? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობთ რომ მოგიწვიოთ, მინდა მოგესალმოთ ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება სამართალს და სამართლიანობას, სამართალში მოქმედებს შემდეგი პრინციპი. კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი. ანუ ისე უნდა იყოს თვითონ ეს კანონმდებლობა მოწყობილი, რომ ის დაუშვათ მაღალი ფერის წარმომადგენელი იქნა მატერიალურად დაბალი. ყველას ერთნაირად უნდა მოეკითხებოდეს კანონი, ხოლო რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დაუშვათ ჩვენ შეგვიძლია დაფინანსება, მე პირადად სულ რამოდენიმე ქულად ამაყ 100%-იან გრანტამდე ამ შემთხვევაში ავიღებდი გრანტს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავიღე. და ნუ რა ვიცი, სავალალო მდგომარეობა არის ამ ფაკულტეტების მიმართ. ესეთი მდგომარეობა ვფიქრობ, რომ მომავალ თაობას მაინც უნდა მიეწეს იმის საშუალება, რომ ვინც ჩააბარებს ამ ფაკულტეტზე, მიეწეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი არის გაჭირვებული ოჯახიდან და მართლაც მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული არის მათთვის ამ ტახის გადახდა. მადლობთ. გიორგი, აი ახლა ცნობილია უკვე თქვენი რობაქიძის უნივერსიტეტი. როგორ ფიქრობთ, არის ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ ის განათლება, რაც გინდათ? კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მე თუ კი რამე გამიკეთებია სწორი პრინციპში ცხოვრებაში, ეს იყო ის, რომ ჩავაბარე ამ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ყველანაირი საშუალება არის იმისთვის, რომ მიიღო განათლება, გარემო არის იდეალური და მართლაც ვთვლი, რომ ერთ-ერთი კი და ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი არის რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ალმა-მატერი. სანდრო, რა არის ის თავარი, რომ ამბობს, რომ უკეთესია გიორგი, რაზეა ორიენტირებული თქვენი რექტორატი, თქვენი ხელმძღვანელობა? შეგიძლია რომ თქვა განსხვავებულად ის, რომ რითი განასხვავებს, თქვათ, იმიტომ კი არა რომ იქ სწავლობთ. იმიტომ კი რომ როგორ სწავლობთ? პირველი ყოვლისა მოგესალმებით, მადლობას მოგეხსენეთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს უნივერსიტეტს, მე ალბათ გამოვარჩევდი, რომ ყველაზე მიმზიდველი პირადად ჩემთვის არის ის აკადემიური პერსონალი, რომელიც იქ არის დაკომპლექტებული უმაღლესი დონის პროფესიონალებით და ეს არის საკმაოდ მიმზიდველი, როდესაც შეგვიძლია რომ უშუალოდ გქონდეს კონტაქტი ასეთ მაღალი დონის პროფესიონალებთან. რაც შეეხება დამოკიდებულებას თვითონ რექტორატის აქცენტი არის არა შემოსავალზე, არამედ მაღალი დონის პროფესიონალის გაზრდაზე. ანუ უნივერსიტეტი არის ორიენტირებული სტუდენტზე. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერს აკეთებენ ისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი დონის განათლება. და ეს რა თქმა უნდა სწორი პოლიტიკა არის და სწორი მიმართულება არის და ამაში ჩემი აზრით უცნაური არაფერი არ არის და ამასთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტი ალბათ სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენთან მოღვაწეობდნენ, ნუ ეხა რამდენიმე ლექტორი შემოგვაკლდა, რადგანაც ისინი სხვადასხვა სამინისტროში ასე ვთქვათ გადაანაწილეს ისეთი პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან არ ასწავლიან და ესეც რა თქმა უნდა გამოარჩევს ალბათ ჩვენს უნივერსიტეტს და თანაც მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე კურსის დონისთვის საკმაოდ მაღალი ხარისხის განათლება უკვე მაქვს მიღებული და რა თქმა უნდა მოუთმობლად ველოდები შემდეგ კურსებს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ვისწავლო და მეტი მივიღო. ვახტანგ, მე ძალიან ცნობილმა ხლა სამართლის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანია იცი თქვენ მინდია უგრეხელიძე და მან მითხრა ასეთი რამ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ რობაქიძის უნივერსიტეტს აქვს ისეთი ლაბორატორიები, რომელიც ბევრ უნივერსიტეტს კი არა, მე მგონი ბევრ კავკასიაში შეიძლება ბევრ უნივერსიტეტს საერთოდ არ ქონდესო. რა არის ეს თქვენთვის? ამანაც მიგიზიდათ? ამიტომ ცხართ იქ? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენეთ ჩვენი მოწვევისთვის. დიახ, ეს ალბათ იყო ჩემი პირადი, როდესაც მე წინასწარ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ინფორმაცია მივიღე კონკრეტულად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა ალბათ ჩემი მზიდველობა უნივერსიტეტისადმი. ჩვენ უშუალოდ ქონდა ამის ხილის საშუალება, ამ ლაბორატორიის, რომელსაც
ჩვენ სამი აგერ ყოფებით სტუდენტები და ესე იგი ვიხილეთ ეს ლაბორატორია, რომელიც საქართველოს შეიძლება ითქვას არის პირველი და ერთადერთი შეიძლება ასე ითქვას, რადგან მოიხსენებათ ცნობილი საქმე, გახმაურებული საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის ზიად გამოსახულებას კვლევას, გადაცემული იყო სწორედ ჩვენი უნივერსიტეტისთვის გამოსაკვლევად და ამ საქმის კვლევას აწარმოებენ სწორედ აი ამ ლაბორატორიის დახმარებით. ეჭვი არავის არ შეუტანია შედეგებში, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, დიახ, ეს ხო ძალიან დიდი მიღწევა, ამითაც შეიძლება რომ ის განისაზღვროს ამ ჩვენი ლაბორატორიის ესეთი დადებითი მხარე, რაც მაგას განაპირობებს. ეხლა მოდი გულწრფელად ვთქვათ, მარიამ. ხშირად სტუდენტებს, ეხლა სტუდენტობა ყველას გაგვივლია და ვიცით ეხლა რაც არის, ხანდახან სიზარმაც ეძლევს, ხანდახან არის ხოლმე რომ ეს გართობა ცოტა მეტი გინდა ვიდრე სწავლა. თუ არის იმის საშუალება მაგალითად, იმიტომ რომ სწავლება ფასიანია, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ამიტომ ესეთი დამოკიდებულება იმისათვის რომ შენ მარტო გაერთო და მე მშობლებმა ფული იხადონ და ასე შემდეგ, მე მგონი რომ უკვე გაიცნობიერა ყველა სტუდენტმა, ხო ასეა? თუ უმრავლესობამ არა, ნუ დიდმა ნაწილმა გაიცნობიერა. თქვენ გააქვთ იმისი საშუალება რომ თქვათ თუ ხედავთ რომ ლექტორი არ გაძლევთ იმ ცოდნას, რაც უნდა მოგცეთ. თქვენ გაქვთ გამოხატვის უფლება, გამოხატვის ან გისმენენ, ან როგორ არის ეს თქვენს უნივერსიტეტში? ჩვენს აზრ სტუდენტები თავისუფლად გამოვხატავთ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივიდეთ ანუ გავისაუბროთ ჩვენი პრობლემების შესახებ ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით აზრი ვკითხოთ ან რჩევა ვკითხოთ ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან ყოველთვის დაინტერესებულები არიან ჩვენი პრობლემებით ჩვენი მოთხოვნით სურვილებით დამატებით მაგალითად რა საგნები გვაინტერესებს ან ასე შემდეგ იმ საგნებსაც გვიმატებენ ხელში შეწყობა არის და დასაქმებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ ისეთი გრაფიკი შეგვიქმნან რომ ამავდროულად ჩვენ შევძლოთ მუშაობა აი ეს ძალიან კარგია რომ ესე იგი უნივერსიტეტი ცდილობს რომ თქვენ შეგიქმნათ პირობები რომ იმუშაოთ და ასეთ შემთხვევაში შეიძლება გარემო აქეთ არ არის ისეთი რომ თანხმდრაში მოვიდეს ხო ეხლა ახალი ხელისუფლება მე მოусმინე ახალ პრემიერ-მინისტრს იქ იყო საკადრო დეფიციტზე ლაპარაკი თქვენ მეტნგებთ ეთანხმები გიორგი ამას რომ ნამდვილად საკადრო დეფიციტია თუ არ ეძებენ სწორად იქ სადაც უნდა მოძებნონ ну ვფიქრობ რომ საქართველოში არის ისეთი პროფესიონალთა კატეგორია რომელსაც მართლა შეუძლია მუშაობა და ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხისგაცემა არ შემიძლია მე იმიტომ რომ არ ვარ ჩახედული მაგრამ ვფიქრობ რომ კერძო სექტორის განვითარება ამ შემთხვევაში აუცილებელი არის იმიტომ რომ როცა მე ვამთავრებ დავუშვათ სწავლას მე უნდა მქონდეს იმის პირობა რომ შემდეგ დავსაქმდე კარგით ზარია ეთერში გისმენთ გმადლობთ მოგესალმებით თემა უაღრესად მნიშვნელოვანია მით უმეტეს როდესაც სტუდენტები მონაწილეობენ ამ თემაში და მე მაქვს ერთი შეკითხვა ერთი ძალიან საინტერესო იყო როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა ბრძანა რომ ჩვენ ზუსტად გამსახურდეს ყველობას იკლებდითო ხო თუ არ ხდები ესე იყო ნათქვამი და შედეგი არა ჩვენ ლაბორატორიაში ხდებოდაო დიახ შედეგზე თუ გეტყოდა ძალიან კარგი ხმოდა მე მაქვს ერთი წინადადება თვითონ ობიექტივთან გადაცემებს შორის გადის რგოლები ხო ქუდები ქვია თუ არ ხდებენ ხო და აი ამ ქუდებში არის ესე იგი დეკლამირებს მიშა სააკაშვილი ვეფხისტყაოსს ასე თქვა და ამ ასე თქვა დეკლამირებას რომ მიებას ბერას სიმღერა კვირდები მე მგონი შესანიშნავი კომბინაცია გამოვა დიდი მადლობა გმადლობთ ვახტანგმა თქვა ის რომ მისი უნივერსიტეტი იმდენად არის მონდომებული რომ მაღალკვალიფიციური სწავლება კონდეს თავის უნივერსიტეტში რომ ესე იგი ამაყობს ამ ლაბორატორიით და შედეგებს ეხლა არ მგონია რომ ვახტანგი ბოლომდე იცნობს კონფიდენციალური ინფორმაცია შედეგებს მაგრამ ფაქტია რომ იქ რაც გაკეთდა ეს სხვაგან ეთყობა არ იყო ან დობის ფაქტორი არ იყო, ან კიდე სხვა საკითხებია და მე ვფიქრობ რომ ეს მასალები არის საპარლამენტო კომისიის შედეგებში და იგდებს და ვფიქრობ რომ თუ თქვენ დაინტერესდებით ამ საკითხით შეგიძლიათ იქ ნახოთ ეს საინტერესო ის იყო მე მინდა კითხო ახლა სანდრო
რას ნიშნავს კადრების დეფიციტი? შეიძლება თუ არა იფიქროს იმაზე, რომ თქვა ძალიან ბევრი სტუდენტი, თუნდაც მეორე, მესამე, მეოთხე კურსიდან მუშაობდეს. აი როგორც ახლა მარიამმა თქვა, რომ ჩვენ გვაძლევენო საშუალებასო, რომ რაღაცნაირად შეიძლება გრაფიკითაც იყოს და ასე შემდეგ. ეს არის უნივერსიტეტის ძალიან კეთილი ნება, რომ ასეთ გარემოში, როდესაც ოჯახებში მაინც არის გარკვეული ეკონომიკური გაჭირვება არის და ასე შემდეგ, ხელი შეუწყოს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ უნივერსიტეტები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, იმ თვალსაზრისით, რომ საუკეთესო სტუდენტების სიები გადაცენ, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღების და გარკვეულწილად შეიქმნას ეგრეთ წოდებული საკადრო რეზერვი. შეიძლება ამაზე ვიფიქროთ? რა თქმა უნდა, მე იმას დავამატებდი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს. ჩვენ ყოველ კვირას, ასე ვთქვათ, ტრადიციაც კი დამკვიდრდა, რომ ძალიან ცნობილი სტუმრები ყავს ხოლმე, მაგალითად, ყავდა კულტურის მინისტრი, განათლების მინისტრიც ბრძანდებოდა, ყავდა პარლამენტარიც და გარკვეულწილად პრაქტიკა გვაქვს ურთიერთობის სამთავრობო სექტორთან და ასევე იმის თქმა შეიძლება რომ რეკომენდაციებს ჩვენ უნივერსიტეტი უკვე ახორციელებს და მრავალი სტუდენტი სხვათა შორის უკვე არის დასაქმებული სხვადასხვა სტრუქტურებში და მაგრამ ეს ცოტა ალბათ რა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ ალბათ რესურსის ნაკლებობაც არის აქ, რომ მეტი სივრცე ჭირდებათ ამისთვის, თვითონ მთავრობისგან უნდა იყოს ეს ინიცირებული და არა უნივერსიტეტისგან ჩემი აზრით. უბრალოდ საუცილებელიც არის გარკვეულწილად რაღაც დოზით ჩვენ უნივერსიტეტი ამას ახორციელებს. ანუ სახელმწიფო ნება გჭირდება. ეხლა მე მგონი რომ აღურებელია. გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობათ. რაც შეეხება მთავრობამ რომ გამოაცხადა კადრების დეფიციტი. არა ჩემო კარგო, არანაირი დეფიციტი არა. ეს არის ყველაფერი, აი როგორც ასეთი ამათი მოგონილი რა, ტყუილი აფერისტობა. როგორც ასეთი რომ ესე იგი ნეპოტიზმი გამიგი ახლობლობა ნაცნობობამ შეჭამა ეს ქვეყანა და შეჭამს კიდევაც იმიტომ რომ პური და სანახაობა ისევ ლეგრძელდება ხო გამივიღეთ ჩვენ ფაქტურად რაღაცა არჩევნები შეიცვალა ჩვენს პირობები რაც ითქვა რომ უნდა შეასრულეს ეკონომიური პირობები შეასრულეს პენსიონერებს პენსია მოუმატეს გადასახადებს დააკლეს არა ხო გაგრძელდება ეს ასე კარგით. გამიგეთ, ნეპოტიზმა და ეს აცნობობა და ნახლობობამ და ჩემ ნათესაობამ შეჭამა და შეჭამს კიდევაც ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა ვერ განვითარდება. ჯერ სადახ შეუგრძელდება რო ითქვა. გმადლობთ. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ტელემაყურებელს დავეთანხმო იმაში, რომ საკადრო პოლიტიკა უმძიმესი და ურთულესი პოლიტიკაა. და იმაშიც შემიძლია დავეთანხმო, რომ შეიძლება კადრების მოძებნა, იმაშიც შემიძლია დავეთანხმო, რომ ხშირად ნათესაობა და ძმაბიჭობა და ძმაკაცობა ისევ გრძელდება, მაგრამ მე მინდა ასევე მიმართო უგნებად ახალ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ კადრები საქართველოში არსებობს, მათი მოძიება შეიძლება და კიდევ ვამბობ, რომ თუ მაინდა-მაინც ნაცნობ მეგობრობის ხაზი არ გავრცელდება, საკადრო პოლიტიკა შეიძლება გადაიხედოს და არაჩვეულებრივი ხალხი არიან, ძალიან ბევრი ზნეობრივია, რომლებიც რიგში არ ჩადგებიან თანამდებობებისთვის და არ ითხოვენ, რომ მე აქ მინდა, მე იქ მინდაო. მე თუ ვინმეს ეჭვებარება, მითხრან და მე შემიძლია 1-დან 100-მდე საუკეთესო კადრების შევთავაზო. ზარია კიდე, მგონი გისმენთ? მოგესალმებით. ძალიან საფეხარულია, როდესაც ახალგაზრდებს ხედავთ ჩვენ და ღმერთმა ქნას, რომ მათ სიმართლე აინტერესებს. საქართველოს ტყიოდეთ, აი ეს არის მთავარი და არა იმაზე ფიქრობდნენ, რომ მე უკვე ცნობადი გავხდები ნელ-ნელა და შეიძლება მივახციო იმას, რადგანაც ვოცნებობ. ღმერთმა დაიფაროს ყველა ახალგაზრდა ასეთი ოცნებისაგან, მაგრამ მე მინდა წინა გამოსვლას უპასუხა, რომ ნურავინ იქნება იმაში დარწმუნებული და თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ საქართველოში არჩევნები თუნდაც ჩატარდა, იცით როგორ ხალხის იმით მოხდა არჩევნები, ხალხის ნებით, ხალხის იმითი, რა ქვია, კადრები დაინიშნება, ხალხის ნებით. არა ჩემოკარგებო, კადრებს ნიშნავენ ისინი, ვისაც საქართველო აი ამ რელსებზე ყავს დაყენებული. და მე მინდა საერთოდ ახალგაზრდებს ის უთხრა, რომ ზუსტად განსაკუთრებია თემა, რომ აი თქვა როგორ მოხდა მისი მკვლელობა და როგორი ეს ისეთი რაღაცა თუ ერთხელ მაინც ხელი მოკიდე, იმან არ უნდა მოგასვენოს,
იმიტომ რომ ამაზე არის უკვე დღევანდელობა. აი რაც ხდება დღეს 91-92 წლების გამოძახილია. იგორ გიორგაძემ სხვათა შორის ამასინებზე არჩეულებრივი ინტერვიუ იყო დაბეჭდილი, თითქმის ყველაფერი ღიად ილაპარაკა და შეიძლება რომ დღეს სტუდენტი გერქვა დამდენ უსამართლობას აი ესე მშვიდად უყურებდე და თქვა მხოლოდ იმაზე ფიქრობდე რომ მე რაღაცა განათლებას მივიღებ და ეს განათლება გამომადგება მე წინსვლაში არავის არაფერი არ გამოგანოს საქართველოს წინსვლა თუ არ იქნება ჩვენ იცოდეთ რომ აი დიპლომები დაგვრჩება სახლებში და საქართველოს წინსვლა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლემ უნდა განაპირობოს სამართლიანობამ უნდა განაპირობოს გმადლობ დიდი მადლობა მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა რომ ნუ ვიქნებით პესიმისტები და მაინც და მაინც ახლა წინა გამომცვლელად ბრძანა რომ არაფერი არ შეიცვლება რა პენსიები გაიზარდა რა ეს ყველაფერი შეასრულა ჩემო კარგებო ეხლა ამდენი წლები ჩვენ ვისმენთ ბევრ რამეს და ამ არსებული ბიუჯეტით სადაც მე მგონი ფული საერთოდ აღარ არის ნუ მოვითხოვთ იმას რომ ყველაფერი გააკეთოს იმ ხელისუფლებამ რომელიც ერთი თვეა ფაქტიურად მოსულია და როდესაც ფაქტიურად ლაპარაკი არის ორ ხელისუფლებიანობას ამას პრეზიდენტი ლაპარაკობს ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ მობილიზებულები არ შეიძლება რომ ქვეყანა როგორც ადრე ერთი და ორი ადამიანი სამართავი იყოს და თუ აქტიურად ჩავერთვებით მე მგონი ბევრი რამ უკეთესისკენ შეიცვლება ვახტანგ მე მინდა თქვენ მოგმართოთ ყველა სტუდენტის ახლა გადასახადებზე იყო ლაპარაკი და ძალიან დიდი რაოდენობით სტუდენტები 10000-ობით ვერ იღებს განათლებას იმის გამო რომ მას არ შეუძლია გადასახადი გადაიხადოს რომ შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და ძალიან ბევრი სტუდენტი ელოდებოდა მართლაც ამ ახალ ხელისუფლებას რომ რაღაცა უკეთესისკენ შეიცვლებოდა და ასე შემდეგ მინისტრის გამოსვლამ განათლებისას რაღაც ორაზროვანი განცხადება გააკეთა რომ გაძვირდა სწავლაო მაგრამ შემდგომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ასეთი შეფასება რომ 10 მილიონი თუ იყო 21 მილიონია და სახელმწიფოს გაუძვირდა და არა სტუდენტსო და ეს ძალიან კარგია მე მინდა შენ ცოტა მორიდებით მინდა მოგმართო შენ დედა არ ყავს საკუთარ თავს თვითონ პატრონობ ხარ კახეთიდან თბილისში ასეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევი დამხმარე ძალიან ცოტა ყავს როგორ ფიქრობ ახალი ხელისუფლების დანაპირები მოგიწევს შენ რომ შენ ასეთ კარგ სტუდენტს მონდომებულს და მომავალზე გამჭრედს თუ შეიძლება ასე ითქვას რაღაცა შეღავათი მიიღო ამ ხელისუფლებიდან რის აი რა გინდა შენ რომ გააკეთო რა შეიძლება დღეს ხელისუფლებას უთხრას შენ და შენი სახით სხვა სტუდენტობამ დიახ ეს არა მარტო ჩემს უკან შესაძლებელია რომ ჩემ მდგომარეობაში დღეს საქართველოში არაერთი სტუდენტი იმყოფებოდეს და ეს მართლაც ასე ვთქვათ ძირითადად უდიდეს დარტყმას წარმოადგენს იმ სტუდენტებისთვის რომლებიც სწავლას მომდომებულები არიან რომლებიც თავიანთ თავში პერსპექტივას ხედავენ სამომავლოდ სწორედ ან მინდა რომ ჯერჯერობით მეორე კურსზე ვარ და იმედი მაქვს რომ ბოლომდე გავაგზავნებ ჩემს ასეთ ან სწავლის ადამიანის დამოკიდებულებას მე ვიცი რომ შემუშაობდე კიდეც ხან იქ რომ შეგეგროვებინა სწავლის ფული ესეა? დიახ, კი ამის ცდილობაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა დგას, იმიტომ რომ სტუდენტს რეალურად დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, აი თუნდაც ჩემ სიტუაციაში ვყოფ სტუდენტს, კიდევ შეიძლება იყოს ცოტა მსუბუქ სიტუაციაში, მაგრამ არ აქვს სტუდენტს რეალურად იმის საშუალება, რომ პარალელურ რეჟიმში მას ჰქონდეს ასე ვთქვათ რაღაც დასაქმება მის გამოინახოს ამ სტუდენტის, რომ შეძლოს მან როგორც სწავლის საფასურის გადახდა, ასევე საკუთარი თავის რჩენა, ანუ როგორც ჩემ შემთხვევაში მაგალითად მიწევს მე, ხო? კიდევ ვიმეორებ, მარტომი არ ვარ ამ მდგომარეობაში არიან ჩემს უკან ბევრი სტუდენტი, პირადად მეც ვიცნობ. ანუ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ხო? სახელმწიფო პოლიტიკა, აქ შესაძლებელია რომ ითქვას, რომ დიახ რაღაც ფონდის სახით რო იქნეს სახელმწიფოსგან შექმნილი, რომელიც უშუალოდ მოემსახურება ამ სტუდენტებს ანუ ამ
სტუდენტების ესე ვთქვათ ცოტა შემსუბუქებას ამ მდგომარეობის და პარალელურ რეჟიმში როგორც ისინი მოახერხებენ სწავლის მიღებას სრულფასოვნად, ასევე შეძლონ დამოუკიდებლად რომ ანუ ჩვენ თავი თვითონ ანუ რეალიზება მოახდინოთ სახელმწიფოში, ანუ და სამომავლოდ გქონდეს იმის განცდა რომ დღეს ჩვენ შევძელით ის უფრო ეს მეტი სიძლიერე შემატიც იქნება, რომ შევძელით ის რომ არა ვთქვათ ვიღაცის დახმარებით, არამედ აი ეს უნდა იყოს, რომ სახელმწიფოსგან უნდა ამაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ შეიქმნა სიტუაცია აი ამ სეთი სტუდენტებისთვის მათ შესაძლებლობების განსავითარებლად, ასე რომ. ხო, მომწონს შენი ეს დამოკიდე აი ფონდი მომეწონა, როცა ამბობ რომ რაღაც ფონდი შეიქმნას, ამაზე მეც აზრი მაქვს, ტელემაყურებელს მოусმენოთ და მე გავაგრძელოთ. გამარჯობა დგენთ. მოგესალმებით თქვენ და ახალგაზრდა ბავშვს მერტმა ბედნიერი ამყოფოს. მაგრამ არის ასეთი რამ და იყო ყოველთვის კომუნისტების დროსაც უჭირდათ მაშინაც ხალხს არ იყვნენ ისეთი დაალხინებულები ინსტიტუტში მოეწყობოდნენ ზოგი საღამოს დასწრებულზე და მართალია გადასახადი მაშინ არ იყო მაგრამ ოჯახს ეხმარებოდნენ ზოგს მამა ფრონტზე ყავდა დაღუპული და ამიტომ ის ჩვილი არ ჩენდა ოჯახს მუშაობდა დილის საათებში შუა დღემდე 5 საათამდე მერე მიდიოდა უნივერსიტეტში ზოგი დილის საათებში სწავლობდა საღამოს დამეთანხმეთ რომ მაშინ ბევრი იყო სამუშაო ადგილი ქალბატონო ჯერ ერთი რომ როდესაც მარგულაშვილმა ეთქვა მაგაგებით არ უთქვა რომ ჩვენ არ გადავხდით და უნდა მოუმატოთ და ესე და ის მე მანდ იყო შემდეგ შესწორებები თვითონ პრემიერით გამოვიდა ასე რომ ეხლა ყველა სიტყვაზე მაშინ უნდა შევუთვალოთ ჩვენ საერთოდ ყველა მინისტრებს რომ ხმა აღარ ამოიღონ იმიტომ რომ ერთვიანი დისკუსიები მიდის შემდეგ და გარჩევები ყველაფერი გაირკვა ქალბატონო რომ გაძვირება გამოიდა სახელმწიფო მეციხდის მეც გაძვირდეს იმიტომ რომ გააჩნია ვინ გამზადეს ვინ გასწავლის ვინ გემსახურება ეგრე ხო არა სკოლებში რომ მასწავლებლები თუნდაც ინსტიტუტებში არიან გენეცვალე და თვითონ არიან გაუნათლებლები და საერთოდ კრიმინალებიც არიან ზოგიერთი პედაგოგები მე თუ მკითხავთ ახლა თქვენ ამ ბავშვთან უკაცრავად ბოდიშ ვიხდი ნახე და ჩემი ყურით ეგ შემთხვევები იცით კარგით გმადლობთ მე მინდა რომ ისევ დაუბრუნდე იმ თემას რომ ადრე ყველა მუშაობდა და ასე შემდეგ შეეძლოთ რომ იმუშავათ მაგრამ ერთი მინდა ვთქვა რომ მაშინ უფრო მეტი იყო სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ შეეძლოთ მართლა რომ ესწავლა ღამის ცვლაში იყო მე ესწავლე ბევრი იყო სამუშაო ადგილი ეს ახალგაზრდები ზუსტად ამას ითხოვენ რომ იყოს მეტი სამუშაო არ ეზარებათ არ და მე ერთი რამ მინდა ვთქვა რომ ფონდთან დაკავშირებით რომ იქნებ მართლაც იყოს ეს ძალიან საინტერესო წინადადება როდესაც თემატურ ჯგუფებში მუშავდებოდა თქონა ჯანმრთელობის საკითხები როცა იხილებოდა იქ გარდა იმისა რომ სახელმწიფოს უნდა აიღო და აიღებს თავის თავზე თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას იქ იყო ასეთივე წინადადება სოლიდარობის საკითხი სოლიდარობის ფონდა თუ შეიძლება ასე იყოს რომ იქ იყო რომ თქვათ ჯანმრთელი ავანტყოფს ეხმარება ახალგაზრდა მოხუცს ეხმარება და მდიდარი ღარიბს ეხმარება რაღაც ფორმით შესაძლებელია რომ მართლაც რომ ასეთი ახალგაზრდები რომელსაც სწავლა უნდათ რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და არა აქვთ ახლა ოჯახური პირობები და შეიძლება იმათგან ძალიან დიდი მეცნიერები და ძალიან დიდი ხალხი დადგეს და ძალიან დიდი სპეციალისტები მათ მართლა ხელშეწყობა უნდათ ერთი ზარიც მომისმენთ და მე ისევ ჩვენ სტუდენტებს დაუბრუნდებით გისმენთ ალო გისმენთ შეიძლება ვილაპარაკო კი შეგიძლიათ რო არის ეს ხალხური რო ლაპარაკობს ბატონო ბებერ გავდი ვარ მე ობიექტი კი ეხლა რა მინდა გთხოვოთ ძალიან გთხოვოთ იცი ჩვენზე ძალიან მოქმედებს ერთი რაღაცა ბატონი ბიძინა მოსული არის ერთი თვე და თელი ქვეყანა ითხოვს რომ აი რო თქვა და ვერ შეასრულა შეიძლება ასეთი რაღაცა ჯერ არ მოსულა არ შეიძლება ქალბატონო ნამდვილად არ შეიძლება ესე 3 საათის ძიდან 4 საათი ამდენი რაღაცა თავზე ამდენი დაფხოლებებია გვერდით და შედან კიდე და ისე
ბავშვები არ ამბარშია გულდა შეასრულოთ იცით რის ბრალია ქალბატონო იყავით ხაზზე იცით რის ბრალია აი ყველას რო არ მოთხოვეთ წლების მანძილზე 9 წელში და 10 წელში და 9 დღეში რო უნდათ ყველაფერი გადაწყდეს ამაზია დიახ გადარეულები ვართ ქალბატონო თქვენ იცოდეთ რომ აი რო უყურებთ ხაზზე გულდას კლებით ხაზზე წრებაზე გევადება როგორ შეიძლება უთხარით თქვენც უთხარით ძალიან ვთქვით რომ ჯერ ადრეა ბაგის მოთხოვნა ცოტა დრო გვინდა ცოტა ეს გვინდა კაცი ერთი თვე ზუსტად 20-21-ში დამტკიცდა რომ პრემიერ-მინისტრია ერთი თვე გავიდა მეტი არა და ერთი თვეში მოდის ის კაცი რო გამოვიდა კაცო ხედავთ რა ხდება რაც თქვა ვერ შეასრულებს ახ მეტი კი არ არის ერთი ისა იყოს რაკია ხელში და თუ რაღაცა და უცებ კარგი გასაგებია ქალბატონო გასაგებია კი გასაგებია ჩვენ სტუდენტები მესაუბრებოდნენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით რომ იგივე გაფიცებთან დაკავშირებით რომ 9 წელი რო არ მოითხოვეს და თუნდაც 9 და შეიძლება 10-იც და მეტიც და გვეშინოდაო როცა ამბობდნენო ეს ამათ არ მოწონთ იმიტომ რომ თუ გეშინოდა და ეხლა ვიღაცამ გითხრა რომ არ უნდა გეშინოდეს და იაზროვნე თავისუფლადო და ასეთ რაღაცებს აკეთებ მე მგონი ყველაფერს ამას მოვლა პატრონობა ჭირდება მე მინდა კითხო შენ სანდრო როგორ ფორმით ხედავ იმას რომ სტუდენტობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა შეიძლება გაკეთდეს იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტობა პესიმისტურად არ იყოს განწყობილი მიმდინარე პროცესებისადმი? ცოტა ისეთი რთული კითხვა. ანუ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ნუ ეხა საზღვარგარეთის მაგალითები თუ ვიმსჯელებთ, ასე თუ ისე გვაქვს კონტაქტი სხვა სტუდენტებთან საზღვარგარეთ და უპირველეს ყოვლისა რა ჩვენ დღევანდელ სტუდენტობას აკლია ეს არის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა იმ გაგებით რომ ძალიან არიან ვართ უბრალოდ მიჯაჭული ოჯახს ფინანსურად. ჩვენ გვჭირდება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა. ფინანსური დამოუკიდებლობა შეუძლებელია თუ არ გვექნება ნორმალური დასაქმება. ნორმალური დასაქმება კიდევ კი გასაგებია რომ ჩვენ თვითონ უნდა ვეძიოთ ამ საქმებელი, თუმცა რაღაც მხრივ და რაღაც დოზით უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული პროგრამა, თუნდაც ელემენტარული კერძო სექტორში თუ სახელმწიფო სექტორში ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ სტუდენტები დაასაქმოს. დასაქმებაში არის ესე რომ ვთქვათ, გასაღები ამ ყველაფრისა. ანუ ფინანსური დამოუკიდებლობა თუ ექნება სტუდენტს, იმის შანსიც ექნება და იმის მომავლის გარანტიაც რომ მან შეძლოს და განვითარდეს ასე ვთქვათ და მიეცეს ასპარეზი. თუ არ ექნება ეს ფინანსური დამოუკიდებლობა დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია რომ გზა გაიკვლიო. პირადად მე ესე მიმაჩნია და გვჭირდება მეტი ჩვენი ცოდნის ბრწყალებში გასაღების ბაზარი, ასე რომ ვთქვათ. დღეს იმდენი საქმე აქვს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ როგორ ვერ ციცლიან ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ გონიათ, როგორ შეიძლება ჩაერთო სტუდენტობა აი ამ საქმიანობაში სამართლის ძიების და სამართლის დადგენის? ალბათ უპირველეს ყოვლისა ეს პრაქტიკის დონეზე უნდა გატარდეს, იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერ სურვილს, რა თქმა უნდა, სამართლის სკოლის სტუდენტს შეეძლოს ამ საქმიანობაში ჩართვა გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც თავად ეძიებ და თავად ხარ ამ საქმეში ჩართული, იღებ გაცილებით მეტ გამოცდილებას ვიდრე თეორიულ გამოცდილებაში მიიღებ და უშუალოდ როდესაც შენ თეორიას სწავლობ, ამასთან გჭირდება პრაქტიკა, იმიტომ რომ თუ შენი ცოდნის რეალიზება ვერ მოახდინე თავად პრაქტიკაში, მაშინ ეს შენი ცოდნა შეიძლება გამოიყენო მხოლოდ სამეცნიერო სამუშაოში და აი პირადად ჩემს სფეროს არ წარმოადგენს სისხლის სამართალი, მე უფრო სამოქალაქო სამართლის ხრივ მივდივარ, მაგრამ თუნდაც ალექსანდრე, თუნდაც ვახტანგი მიდიან სისხლის სამართლის განხრით და ამათვის ძალიან კარგი იქნება და მით უმეტეს ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ თუ შეძლებენ თავად ამ პროცესებში ჩაბმას. მარიამ, რა სიტყვი? მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკა აუცილებელია, თუმცა სტუდენტი საბოლოო და ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამ სფეროში არ უნდა ღებულობდეს, იმიტომ რომ იმ დონეზე არ აქვს გამოცდილება. შენ მაინც რაღაც სხვანაირად ვფიქრობ. გისმენთ ზარია ეთერში? მოგესალმებით. მოვიკითხავ ახალგაზრდებს მოვეთერები ჩვენი მომავალი თაობაა და ერთ შეტყვი მათ რომ ზიად გამსახურდია და მერაბ კოსტავას რომ დასწლოდა თქვენ ახლა სულ სხვანაირ ქვეყანაში ცხოვრებდით. ახლა თქვენ მინდა ქალბატონო მაყვალა მოგმართოთ.
რა თქმა უნდა პესიმისტები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ არც სრულ ოპტიმიზმი არ გვარგებს. აი ახლა ხალხი ყველაზე მეტად ელოდებოდა ახალი ხელისუფლებისაგან ტარიფების დაკლებას. კი ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. ეს უნდა სწოდნოდათ მათ. ბატონ ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, მან ისეთი გუნდი მოიყვანა, არავინ არ იყო მან გამოუცდელი პოლიტიკოსი, დიდი უმრავლესობა კარგახანია ჩახედულია პოლიტიკაში და განათლებულებიც ქვიათ. და მათ უნდა სწოდნოდათ, რომ ასეთი ბიუჯეტი დახვდებოდათ და ასეთი დაპირება არ უნდა გაეცათ. გულის გატეხვა ძალიან არა, ეხლა ერთი წუთით იყავით ხაზზე, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიუჯეტის ამბავი მათ ძალიან კარგად იცოდნენ და არავის არ უთქვამს მაინც და მაინც, რომ 1 ოქტომბერს რომ გავიმარჯვებთ, ესე იგი 5 ოქტომბრიდან ტარიფები შემცირდებაო. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ პერსპექტივაშიც და ახალი ბიუჯეტის პირობებშიც ეს მაინც მოხდება. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ხშირად ახლა მოუთმენლობა გვძლევს ხოლმე, რომ მაინც და მაინც რამდენით, როგორ, როდის, რომელი დღიდან და მართლა არ ვაცდით. გამომდინარე აქედან მე შემიძლია თქვა, რომ 2013 წლიდან ტარიფები შემცირდება. ნამდვილად ვიცი, გათვლებიც არის, მუშაობაც მიდის, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ აქ ეს აშენდეს, იქ ის გაკეთდეს და შეიძლება რაღაც სისულელეები ხშირად სანანებელი გაგვიხდეს. ამიტომ კიდევ ამბობთ, რომ არ ნუ ვიქნებით მართლაც პესიმისტები, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ტარიფებიც შემცირდება, პენსიებიც გაიზრდება და ყველაზე მთავარი, რისთვისაც ეს ახალგაზრდები აქ მოვიწვიეთ, იქნება ის, რომ სამართლიანობა დამკვიდრდება და თუ არა ხალხი ამას შეაფასებს და ისევ როგორც ყოველთვის თავის გადაწყვეტილებას ის აუცილებლად მიიღებს. მე მგონი არის კიდევ ტელემაყურებელი, უსმენთ მას და შემდგომ გავაგრძელებთ ისევ მთავარ თემაზე საუბარს. გისმენთ? ალო, გისმენთ? მოგესალმებით. საბუთენო მაყავალა, თქვენ ახლა რაც თქვით, აი ეს ყველაფერი თქვენ გონიათ არ ესმის? ახლა აი ამ ადამიანს, ვინც თქვენ წინა გამომსვლელი იყო და ვინც მაგისთანები არიან, ყველას ძალიან კარგად ესმის და ეს მხოლოდ საქართველოში და ქართველი დაწერდა WhatsApp თათქარიძეს. ქართველი, მეტი არავინ და ზუსტად ჩემო ქართველო ერო დიდ ბოდის მოვიხდი, მაგრამ ყველანი ყოფილვართ WhatsApp თათქარიძები. ჩვენ ესე იგი კიდევ გავიმეორებ, ეწყინოს თუ არ ეწყინოს ჩემს მეც ამ ერში ვითულები, მაგრამ იცით რა არის ქალბატონო მაყვალა? ამ ხალხს რომ ქონოდა მაღალი პენსიები, ხელფასები, ყველა რომ დაკმაყოფილებულები ყოფილიყავით და რაც ობიექტივმა გააკეთა. ეხლა კი არა მარტო წლების მანძილზე რაც გააკეთა, მაშინ რატომ არ გამოდიოდა ეს ხალხი ასე გულანთებულები და ისინი თუ იყვნენ, მაგრამ ყველაფერი კარგად რო ქონოდა, კიდევ ბოდის ვიხდი. აი ეს ბოლოს გამოშვებული კადრები ბოდიში, მაგრამ ფეხებზე დაიკიდებდა მთელი ერი. დიდი ბოდიში და დიდი მადლობა. კიდევ არის ზარი ეთერში. გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ქალბატონო მაყვალა, თქვენ სტუდენტებს მინდა შევეკითხო. ხომ არ და თქვენ თვითონაც ესე, ხომ არ თვლით იმას, რომ ეს ერთი ნაბიჯით ასწრებს ყოფილი ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ საფრთხელი ქონდეთ, რომ აი დაპირებები ვერ შეასრულეს. შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულთან პარალელი გაავლოთ. იმაზე, რომ აი ამებმა გუშინ იყო ვაშაძის გამოსვლა ზუსტად, რომ აი თავისი დაპირებები არ შეასრულეს, ტარიფები არ შეამცირეს, პენსიები არ გაზარდეს და ესენი ხალხს იჭერენ. ესენი ერთმანეთში შეიძლება პარალელი გავავლოთ. აი რა აზრის ხართ დღევანდელი დაჯერების მაინტერესებს. აი სამოქალაქოდან არის ერთ-ერთი ბავშვი მეგონი სტუდენტი თქვენთან. და მაინტერესებს ისიც ეს შეკითხვა, რომ აი სამოქალაქო თვალსაზრისით რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ეს ტარიფების გაზრდა თუ სისხლის სამართლის დანაშაულების დაჭერა? მაგათქო სისხლის სამართლის დანაშაულების. გმადლობთ, ამაზე მე მგონი სტუდენტებს ვკითხოთ. გიორგი, აგერ ტელემაყურებელი ან რადიო მსმენელი, თქვენთვის რა არის ამ ეტაპზე მთავარი ის, რომ თქვათ ერთ თვეში ტარიფი შემცირდეს თუ ის, რომ სამართლიანობისა და იმედი გაჩნდეს ნამდვილი სასამართლოსი და ნამდვილად
გასაგები არის პირველ რიგში ალბათ უნდა აღდგეს სამართლიანობა, როგორც დასაწყისში ვთქვი, ყველას ერთნაირად უნდა მოეკითხოს კანონი, რადგან ყველას ერთნაირად მოეფინება ეს სამართლის თეორიიდან გამომდინარე და რაც შეეხება შემდგომ კითხვას, უპირველეს ყოვლისა უნდა აღდგეს სამართლიანობა, იმიტომ რომ ტარიფები ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი ტარიფები ისედაც დაიწევს, მაგრამ თუ ის ვინც დამნაშავე არის არ დაიჭირება და თუ არ ჩაჯდება ციხეში, მაშინ უკვე ხალხს არასამართლიანობის სინდრომი დაებადება, იმიტომ რომ იმან დააშავა არ დაიჭირეს და ტარიფები დაწიეს. ხო ეს რაღაცნაირად მგონი ბალანსი იყო ამ შემთხვევაში და როგორც მახსოვს ამ ბოლო პერიოდში ამ დაჭერებს დაედო პოლიტიკური სარჩული, პოლიტიკური პატიმრები, რაღაც ეს თიცნება მე SMS-მის. საერთოდ აი რო თქვა, ხო პოლიტიკური პატიმარი არის ის, ვისაც იჭერენ მხოლოდ პოლიტიკურ ნიადაგს. დავუშვით ხა რო თქვა, ნუ მოდით ხა პარტიებს ნუ დავასახელებთ საფრანგეთიდან გამოვიდეთ დავუშვით ხა მე რო ვიყო ხა სანკილოტების წარმომადგენელი და ვიღაც დავუშვით სხვა აი სანდრო ჟირონდისტების წარმომადგენელი. ჟირონდისტები მოვიდნენ მთავრობაში და მე დამიჭირეს მხოლოდ იმიტომ რომ სანკილოტი, ხო? ეს ხომ ბალანსის დარღვევა კი არა, ეს მართლა პოლიტიკური პატიმრობა არის, მაგრამ მაშინ როდესაც მე ვარ ამ პარტიის წევრი, მაგრამ მაქვს ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში მე თუ მიჭერს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაგ დანაშაული ჩადენილი და ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური პარტია შენი ხუდი არ უნდა იყოს, რომ დაგიხაროს. ეს პოლიტიკური სარჩელი უნდა მოშორდეს ამ ყველაფერს და უნდა დარჩეს დანაშაული და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა. მარია, გასით მე გიორგის დავითანხმები, რომ ნებისმიერ პიროვნება, რომელიც დააშავებს, იგი იქნება მთავრობაში თუ ნებისმიერ მოქალაქე იქნება, აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი და პასუხი ააგოს თავის დანაშაულზე. როგორ ფიქრობ, ეხლა რა პროცესებიც მიდის, როგორც სტუდენტი, შორიდან მაყურებელი, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რას ფიქრობ? ხომ არ იხრება, რომ აი თქვათ რა ხან იმ პარტიაშია იმიტომ თუ იმიტომ რომ იქ რო იყო მეტი პასუხისგებლობა უნდა ქონოდა. მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით მოვლენები რაც მიმდინარეობს ეს იმიტომ ხდება რომ ამ წლების განმავლობაში რაც კი ფარულად მიმდინარეობდა ის უკანონო მოქმედებები ან ასე შემდეგ დღესდღეობით ის პირები აგებენ პასუხს და მე ამას ვეთანხმები. ზარია, მგონი, ტელემაყურებელია, გისმენთ? გამარჯობა, ბოდიშგიტით ხელმეორედ შემოვივა რა, მაგრამ უნდა ვთქვა, ეგიდან ვასაბთად კარიძე დამეძახე, ვინა მიქელანჯელო, ჩემთვის სულეთია, სადაც კი იქნება, იმას ყოველთვის ვიტყვი რა. გამიგედა, საქმე რაშია, აი პირდაპირ ვიტყვი რა. კაი, გასაგებია ვერ მოუმატეს ვერაფერი, კაი, გასაგებია გაკოტრებული დარჩნენ. აი ამ ჯარიმებს რა გავუხოთ, ოჯახად პირდაპირ გეტყვი, აი რემნების გადაკეთება და აი ეგრეთ წოდებული. ესეც ბაქო ჯეიხანზია და ბიზნესიმებზია, კლანებზია და ის რა ქვია, ხელმოწერილი და კონტრაქტი დადებული, რომ იმათთან არის დაკავშირებული 50 ლარიანი ჯარიმა, ხაძის გადაკვეთა 200 ლარიანი ჯარიმა. ინტერნეტს დააგვიანებ 50 თეთრი გემატება, ტელეფონს დააგვიანებ 5 ლარი გემატება. ბოდის ვიხდი, კი მაგრამ ეს ამ ხელისუფლებას ხო არ გაუგეთებია, მანამდე თქვენ ეს გააპროტესტეთ? ეს აი როგორ მიძახი ამას? პატარა იმიდან უნდა დაიწყოს რაღაცის. არა, გავიგე, მაგრამ 9 წელიწადი რო ითმედი ერთხელ თქვი? თუ დამოისა მათქმევინებთ გეტყვით. არა, გათქმევინებთ და გეკითხებით. მათქმევინებთ გეტყვით, ქალბატონო, თუ არა და არ გამოვედი. არა, როგორ არა, ეხლა მით გისმენთ. არ გამოვედი, რომ სრულიმანებიდან უნდა ვეძებოთ ჩვენ სადაც ბუდებს. ეშმაკი და იქიდან უნდა დავიწყოთ გამოსწორება, თორე დიდ საქმეს ვერ გამოვასწორებ და რაც შეეხება უსამართლობას, სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას და ისე რა ქვია, ჩვენ იმიტომ ვიხდით გადასახადებს, რომ ეს უსამართლობა მოაგვარონ, ეს მაგათი ფუნქციებია და შეხსენება ამისთვის საჭირო არ არის ჩვენთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ განაპირების ასრულება ერთ თვეში შეიძლება? შეიძლება, რა ჯარიმების დაკლება შეიძლება ყოველ შემთხვევაში. კიდე გეუბნებით ის რემნები რა, ბაქო ჯეიხანზია და ბიზნესიმებზია ვიყოლი. კარგით, გმადლობთ. სანდრო, ნუ ხედავთ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხარ შეიძლება რომ ერთგვაროვნად აზროვნებდეს ან ერთი მიმართულებით იყურებოდეს. ჩვენი მთავარი არის ის რომ ამ ყველაფერ პრობლემებში დავინახოთ მთავარი საით მივდივართ. როგორ გონია ეს დაჭერები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საბურველი უნდათ. მაგრამ ის რომ შეიძლება ერთი პარტია მეორეს ამბობდეს და პირიქით მერე პასუხობდეს, მოგწონთ ის რაც არის. მე მაინც მგონია რომ ეს რაღაც საჩოგბურთო თამაშივით არის. ანუ რა თქმა უნდა გავცემ პასუხს, მაგრამ ერთ მცირე გადახოვას გავაკეთებ ეგრეთ წოდებულ რემნებთან დაკავშირებით, რომელიც მანქანებშია. ეს რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო შემოიღო, არის საერთაშორისოდ მიღებული ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რაც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ძღოლი და მისი გვერდზე მჯდომი ადამიანი იყოს უსაფრთხოდ ავარიის შემთხვევაში. და ბევრად უფრო მაღალი შანსი იმისა, რომ ფატალური შედეგი დასრულდეს, თუ ღვედი არ გეკითხეთ უსაფრთხოების. ამიტომაც ამის გაუქმება მე
არ მიმაჩნია მიზეზი. არა, კლაპარაკია რომ ძალიან მაღალია ჯარიმების რაოდენობა. არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მისი გაუქმება ალბათ არ იქნება სწორი. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, მე პირადად მიმაჩნია რომ ეს ეგრეთ წოდებული დაჭერები ბრჭყალებში პოლიტიკური სარჩულით რა თქმა უნდა განპირობებული არის, თუმცა ჩვენ არ უნდა აგვირიოს ერთმანეთში პოლიტიკური ნიშანი და სინდისის პატიმარი. რა თქმა უნდა, ის დაჭერები რომელიც მოხდა პოლიტიკური მიზეზით, იმიტომ რომ ისინი იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები, ისინი ახორციელებდნენ პოლიტიკას ქვეყანაში და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ მე პირადად არ ვიცი საქმის მასალებში არ ვარ ჩახედული, მაგრამ ეს საქმეები უნდა გამოიძიოს ობიექტურად, არ უნდა მოხდეს მხოლოდ პარტიული ნიშნით ადამიანების დაკავება და ასე შემდეგ და რაც მთავარია, სასამართლო უნდა იყოს ყველაზე მაღალ მდგომი, არაპარტიული, უნდა იდგეს მთავრობაზეც და ოპოზიციაზეც მაღლა და უნდა გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ კანონიერს გარკვეული მიზეზთა გამო, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა არასამართლიანი კანონები. უნდა გადაწყდეს სამართლიანად და არა კანონიერად. მე პირადად ესე მიმაჩნია, იმიტომ რომ შეიძლება კანონი იყოს არასამართლიანი. კარგით, მაყურებელია ამსვენელი, გისმენთ? ალო. გისმენთ? მოგესალმებით. ну ბატონო ჩვენ შემიძლია ისოდით რომ ერთ კვირაში და ერთ თვეში ასეულად არაფერი არ შეიძლება რა ტარიფები განახერხებოდა არ პენსიები მოიმატებდა არ სოციალური დახმარება გაორმაგდებოდა არ სული პარტი გახდებოდა ჯანდაცვის ყველაფერი შემიძლია ისოდით მაგრამ თქმა ბიზნესმა გამოიყენა ის რაღაც არაკვალიფიციური მეთოდები, ძველეული კომუნისტური მეთოდები, რომელსაც პირება. გაორმაგდებოდა პენსიები, გაორმაგდებოდა ხერხმასები, გაორმაგდებოდა. თქვენი წინადადება თუ შეიძლება, რასთან დაკავშირებით? ასეთი ტყუილი, ასეთი მაიმუნობა, ხო, 10 დღით ადრე შემიძლია იცოდა და ესე იგი გადახაზეთ 41 ნომერი და ყველაფერი კარგად იქნება ერთ საათი და ახლა 100 წლის მერე ალბათ ან 20 წლის მერე. ასეთი ტყუილი ამ ხედა კაც რომელმაც მთლიანად შეარყია მისი რეპუტაცია, ეხლა რო ჩატარდეს რაც შეიძლება, მაგი ალბათ 5%-ში ვეღარგა. ბატონო ჩემო, თქვენ კიდევ ვამბობ, რომ იქნება ეს ამ 9-10 წლის, 20 წლის მანძილზე, როდესმე გამოგითქვიათ ასეთი პროტესტი, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუეში ცხოვრების შედეგი, რომ ეს ყველა დაპირებები არ სრულდებოდა, რომ შეუძლიათ ეხა თავისუფლად თქვან, რომ ატომ არ ასრულებთ ერთ თვეში, როცა თვითონ 10 წელში და 9 წელში ვერ შეასრულეს. თქვენ სწორად ეხლა თქვენ მართალი ხართ? თქვენ ეხლა მართალი ხართ, რასაც ამბობთ? აი, რამოსომ დაპირდები ადამიანთა გადააგდეთ, ის ჯობია პროგრამა დაპირდე. არა, ერთ თვეში თქვენ შეასრულებდით ამ ყველაფერს? მაგრამ არ ცოდნოდა პრემიერ-მინისტრს ერთ თვეში ვაშეცვლდებოდა რომ გვაქვს. მისი ბიუჯეტი ჯერ ხომ არ შემოსულა ძალაში? რა არის? ბიუჯეტი რაც არის, ეს არის ყოფილი ბიუჯეტი, სადაც ფული არ არის, ხო? ამბობს რომ 2013 წლიდან დაიწყება დიახ, დაიწყება შესრულება. ნუ ხალხი ითხოვს, მე მესმის ხალხი მაქსიმალურად სწრაფ დროში ითხოვს, იმდენად დიდხანს იწვალეს, იმდენად დიდხანს იტანჯეს, რომ ვეღარ ითმენენ. ეს დაახლოებით იმას მაგონებს 20 წელი ციხეში რო იქნება კაცი და ბოლო 2 თვე რო უჭირს და ბოლო 3 თვე რო უჭირს, დაახლოებით ესეთი ამდაგვარია. თითქმის ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ხალხი ძალიან აქტიურობდა. ამ სტუდენტური პრობლემებზე მშობლები და აღარ თქვენს, ალბათ ის რაც თქვენ თქვით, რომ ძალიან მეტად არის გაჭირვება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. თქვენ როგორ ფიქრობთ სახელთან, ავტორიტეტთან და თავმოყარეობასთან? თქვენი შეფასება, თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს. თქვენ სწავლობთ ისეთ უნივერსიტეტში და იმის სახელობის უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან მძიმე ცხოვრება გაიარა. გრიგოლ რობაქიძეზე მაქვს აქ საუბარი. ის ხან მოღალატედ შერაცხეს, ხან რად საბოლოოდ მან ძალიან ბევრი დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც შესასწავლია ჯერ კიდევ და შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ამბობენ, მის უკანასკნელ გზაზე დაახლოებით 8 კაცმა გააცილა, მაგრამ ითხოვა, რომ ყოველ მწიფობისთვის ოქტომბერზე აქ ლაპარაკი, დედები მივიდნენ იქნება მცხეთას და მისი სანთელი დაათონდა მასე ილოცონ, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ ის ქართული გენიით, ქართული ცხოვრებით ცხოვრობდა. ასევე შემიძლია გავიხსენო ექვთიმე თაღაიშვილი, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობის ხალხმა გააცილა უკანასკნელზე ეშინოდათ. შიშის სინდრომზე მაქვს აქ ლაპარაკი, იქაც და აქაც, ხო? რას ნიშნავს თქვენთვის მცირე ხალხის გაყოლა
და რას ნიშნავს დღეს შეიძლება ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი იყოს, რომელსაც საქართველოსთვის ბევრი რამ არ გაუკეთებია და ძალიან ბევრმა გააცილოს. რა არის თქვენთვის სახელი, გიორგი? ძალიან მოკლედ, მცირედ რო გაქვს. გავიხსენებ მაშინ ამ შემთხვევაში ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს. სახელი რა ბედენაა. სახელი სიკვდილს გავს, როცა საჭიროა ის თავად მოგაკითხოს. ამ შემთხვევაში სახელი პრინციპში არ არის არსებითი, მთავარი არის ის მემკვიდრეობა, რასაც შენ ტოვებ და შეიძლება მაშინ არ იყო აღიარებული, ის გარდაიცვალა, თუ სწორად მახსოვს ეს იყო 63 წელი, 1963 წელი. შვეიცარიაში გარდაიცვალა, მაგრამ დღეს ის აღიარებულია როგორც გმირი, თუნდაც რომ წავიკითხოთ მისი უდიდესი ნაწარმოები, ჩაკლული სული, თუნდაც გველის პერანგი, მართლაც ეს გენიოსის დაწერილი არის. და ვფიქრობ, რომ მართლაც შესაბამისი პატივი უნდა მივაკოთ ამ ადამიანს, როგორცაც ის იმსახურებს. მარიამ, რა არის შენთვის სახელი, მემკვიდრეობა? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ცხოვრებაში არაფერს არ არტოვებს გარდა სახელის. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად სახელი. ჩვენ ვქმნით მას. ჩვენ ვტოვებთ ჩვენს შთაბეჭდილებას, ვტოვებთ ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანია იგი. სანდრო, თქვენთვის? პირადად ჩემთვის ადამიანის შემდეგ რჩება მისი ჩადენილი საქმეები და სახელი. ამ ორი ნიშნით გვამახსოვრდება ჩვენ ადამიანი, იგი იქამდე ცოცხლობს, სანამ ის სახელი ახსოვთ. ან კონკრეტულ შემთხვევაში მე ვერ ვისაუბრებ ობიექტურად რიო ბაკიძეზე, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ დეტალებს მისი ცხოვრებისა, არ ვარ ჩახედული, არსებობს მრავალი მოსაზრება მასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, ანუ პირადად ჩემს, იმიტომ რომ არ ჩამომიყალიბებია კონკრეტულად მაგრამ მემკვიდრეობა დიდია. მაგრამ მემკვიდრეობაზე რაც შემიძლია ვთქვა, რა თქმა უნდა დიდია. მან დაგვიტოვა ელემენტარული მისი შესანიშნავი შემოქმედება და ეს უკვე დიდი მემკვიდრეობა ყოველთვის საუჯავანი. დიახ, დავეთანხმები, ანუ ცხოვრება, განვლილი ცხოვრება, ანუ რასაც ადამიანი ტოვებს, ამ ადამიანმა და მართლაც რომ მისი ცხოვრება არ ყოფილიყო ისეთი შთამბეჭდავი და ისეთი ისე თქვათ საქმისკენ მიმართული, რომელიც ემსახურება საქართველოს მის სულს, ხო? ალბათ არც იქნებოდა დღემდე არც მოვიდოდა მისი სახელი და შესაბამისად ანუ აქედან გამომდინარე შეიძლება რომ მივიჩნიოთ ჩემი აზრით ადამიანი თავის განვლილი ცხოვრებით, თავისი ნამოღვაწარით ფასდება და ალბათ ეს არის რომ აქედან უნდა იქნეს ძირითადი აზრი და ამაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი ადამიანისთვის და მის განვლილი ცხოვრების. ანუ თუ შეიძლება ერთ პატარა დეტალს დავამატებ, ჩვენ ყავს დეკანი ბატონი დიტერ უმბახი იურიდიული ფაკულტეტის, რომელსაც ჰქონდა პატივი პირადად შეხვედროდა გრიგოლ ბაბაკიძეს და მას პირადად გრიგოლ ბაბაკიძემ გადასცა წიგნი მისი საკუთარი ხელმოწერით და არ შემეძლო ამაზე არ მეთქვა. თანაც ისეთი უცნაური დამთხოვა იყო, რომ იგი მოიწვიეს და მან არ იცოდა ვის სახელობის უნივერსიტეტში მოიწვიეს იგი და ესე უცნაური დამთხოვა მოხდა, რომ პირადად შეხვდა იმ ადამიანს, ვის სახელობის უნივერსიტეტშიც იგი დღესდღეობით დეკანია. ძალიან კარგი, ესე იგი ფაქტი არის, რომ სტუდენტობა არის ორიენტირებული სწავლაზე, სტუდენტობა არის ორიენტირებული დასაქმებაზე, სტუდენტობა იმედით უყურებს ამ მდგომარეობას, რაც არის გამოსწორებაც, რა თქმა უნდა და ალბათ ეს სურვილებიც ასრულდება, ეს დაპირებებიც ასრულდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება მაშინ, როდესაც თითოეული გაირჯება თავისი ქვეყნისთვის და თავის სამშობლოსთვის, სამართლიანობაშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც, განათლებაშიც და ასე შემდეგ. მე მინდა თხოვნით მიმართო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, გამოთქვან მოსაზრებები, მათთვის ღია ჩემი გადაცემის კარი და შემიძლია რომ ვთქვა, რომ სტუდენტობა, როდესაც აქციებზე არ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგად ხდება ბევრი რამ. და როდესაც სტუდენტობა ქუჩაში აქციებს აკეთებს, როდესაც ქუჩაში სტუდენტობის პროტესტის ხმა ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. მე ვისურვებდი, რომ სტუდენტური აქციები იყოს მხოლოდ ორიენტირებული კადრებზე, სიკეთეზე, განათლების მიღებაზე, ქვეყნის მომავალზე, რომ მათ ეზეიმებოდეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანაში არ წავა პროცესები ისე, როგორც სურს ხალხს, აი სტუდენტობა, რომელსაც აჩვენა თავი უკვე ნახეთ ჩვენ ყველამ, არ იყო ეს პოლიტიკური გამოსვლები, მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ასე იქნება. დიდი მადლობა. გვადლობთ.